ესე იგი გავაგზავნოთ მეგობრებო ჩვენი მოგზაურობა რა ქვია ამას სტოკ იარდი. აი საერთოდ რომ მოდიხარ წინასწარ უნდა წაიკითხო სად მოდიხარ. ეხლა მე ცოტა რიარიაში ვარ. თან უნდა წავიკითხო სადა ვარ, როგორ ვარ, თან მინდა რომ ბილეთიც არ დავკარგო თუ რაღაცა ღონისძიება. ნუ თქვენთან ერთად აღმოაჩინოთ ეხლა ეს საიდან წამოვიდა ამ Fort Worth Stock Yard. ამ ქალაქის ისტორია ალბათ გადავიკითხავ, მაგამდე ჩვენ მოდი ეხლა ამ ბილეთს ავიღებ, მაგამდე ამ სიარულში რაღაცას გავარკვევ. Fort Stock Yard-ი National Historical, ალბათ ეს არის ეს დარბაზივით არის. აქა და აგერ წერია Bill Readings, ესე იგი არის ქალაქი და როგორც ხვდები, არის რაღაცა, უყურე ბილეთები იყიდება Rodeo Time, ესე იგი Door Kids, ესე იგი ყველა არის საღამოს. ესე იგი 7:09 აი გუში რო და გუში რო ვერ მოვასწარეთ, ესეც საღამოს არის. ჩვენ რა ვქნათ ახლა ჩვენის რომელიც გვინდა აი Billing Fighting Sunday, აი ეს გვინდა ჩვენ. Billing Fighting, აი მანდ დავიყვიდო Bull Fighting. I am as უნდა წავიდე Bull Fighting. აქ შემიძლია გავარტყით $42 ღირს, მითხრა რომ აქ არის სოფიტი თუ But what is it over here? It's some restaurants, many restaurants here, yeah? Yeah, okay, thank you. ავიღეთ, ესე იგი როდეო არ არის, გონი ოცნებას უახლოვდები და ის იწყება 2:09-ზე და მოდიო აქო შენო იმ ქალბატონმა მითხრა საათზე იქნება წარმოდგენა ახლა და ეხლა რომ მე საათია ნახოთ ამასობაში ჩვენ ცოტა წავიკითხავ ამის შესახებ და აი იქ იქნება დარბაზი აბა რომელი ადგილი გვაქვს Bronze Star რა ქვია ამას pre-ticket 42 გალამახა $40 ნუ არა უშავს ვიცი რომ კარგი რაღაცები გველოდება, მაგრამ მოდი ახლა მე აი ასია რა წაკითხული რო არ გაგდა რო არიცი რა საკეთებ ძალიან ცუდია და მოდი ახლა მე ცოტა ჩაუждები რომელი საათია ახლა არის 11:09 ჩვენ უნდა მოვიდეთ 2:09-ზე ახლა თქვენის ნებართვით დავждები რა ხდება ახლა წავიკითხო რომ ასე ბატივით არ ვიარო ზოგადად უკვე აი საინტერესო ცხენები დადიან იმეები დადიან ხასური ხასიათები, ცხენებით, ყალები რა, კავბოები. Pay for parking. Active livestock. კარგი მეგობრებო, ცოტა ხანი გავждები და წავიკითხავ ამ ამბის შემდეგ და გავარკვევთ მე სადავა და რას ვაკეთებ და რა უნდა დავათვალიეროთ. ერთ სიტყვით მეგობრებო, 1:09 საათი მოუნდი და წავიკითხე და რა წავიკითხე ამას გეტყვით ყველაფერს უკვე რეალობაში და ნატურაში. ესე იგი ჩვენ ვიმყოფებით ტეხასის ქალაქ Worth-ში და ასე პიტაპირ არის ასე სპეციალური ადგილი Fort Worth, აგერ წერია Fort Worth Stock Yard. პიტაპირ რო გადათაგმო Stock Yard, ესე იგი ნიშნავს ძროხების და პირუტყვის სავაჭრო ადგილი. ესე იგი იწყება ეს არის სპეციალურად შენახული მოგეხსენებათ ტეხასი და ეს დასავლეთი შტატები დაკავებულები იყვნენ ამ პირუტყვის მოყვანით და მოვლით. და თავისთავად რომ მოვლი ის უნდა გაყიდო როგორც ხორცი, როგორც საქონელი და ეს ჩვენ რამდენი ხანია ვეძებდით ასეთ ადგილას, სადაც მიდიოდა ვაჭრობა, გასვლა-გამოცვლა, იქ იმართებოდა ხოლმე ეს როდეო. და ეს ადგილიც უკვე მე-19 საუკუნეში უკვე კომერციული თვალსაზრისით გადაწყვიტეს, რომ როგორც მუზეუმი, როგორც საჩვენებელი ადგილი შეენარჩუნებულად. და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი, ტურისტული ადგილი ვინც ტეხასში მოდის არის Fort Worth Stock Yard, ანუ ძროხები და საქონლის პირუტყვის სავაჭრო ადგილი. Stock Market, Stock Yard
მოიცით ახლა საფონდო ბიძის TokTok ეს არის სავაჭრო ობიექტი. მოდი მე გავეცანი ინგლისურ ვარიანტებს იქაც და ბევრი არაფერი უბრალოდ გაჩვენებენ არის აქ სხვადასხვა რესტორნები სხვადასხვა სასტუმროები და დასასვენებლად მოდიან და მთავარი ეს ცენტრი მთავარი ეს ასეთ ყურადღება ეს არის კოლიზიუმს ეძახიან სადაც იმართება როდეო სამწუხაროდ ჩვენ როდეოზე ვერ დავესწრებით არ ვიცი რა განსხვავება ვერ ხვდები იმიტომ რომ წავიკითხე აი ეს როდეო ძირითადი როდეო რომელიც თავისი შოუები და იმეებით იმართება 8 ნახევარზე პარასკევს და შაბათს სამწუხაროდ ჩვენ კვირას მოვხდით ვერ მოვედით იმას და თავაზობენ უკვე კვირას bull fighting ეს ბილეთი გვაქვს ჩვენ აღებული და ამაზე დავესწრებით. ალბათ გავად რო და ალბათ ის იმდენად რეკლამას უკეთებენ ამ როდეოს რომ ძალიან მაგარი საყურებელია და აქით რა არის არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ასე თუ ისე მოვხდით აქა და სანამ ამ დარბაზში შევა და სანამ იქ დავესწრებით ჩვენ გავისენოთ უკვე თვითონ ამ ქალაქში და უბრალოდ გამოვისეინოთ და ნახოთ რა არის ანახავი. ჩვენ როგორც ყოველთვის ბუნებრივად და ნატურალურად გადავხედოთ ყველაფერს. ტურისტები მოდიან, ეხლა თავისთავად უკვე ხვდებით, ასეთი პატარა მოედანია და თავისებრი მოკიწყვლი ქუჩებითაა და უკვე თავისთავად იქნება რესტორნები და კაფეები. მოდი ჯერ იმას შევხედოთ უკვე რას გთავაზობენ რომ არ დავიბნეთ. სადაც არ უნდა დადიხარ ყველგან ეს დასავლეთის მუსიკა და country მუსიკა ტრიალებს. აბა აღვე რა ხდება. ესე იგი გთავაზობენ ბავშვებისთვის ეს მატარებელი როგორ სადმოდის ეს მატარებელი ძველი მატარებელი რომ მოდიოდნენ თავაზობენ თავისთავად საჭმელს ალბათ სტეიკებს და იმეებს თავაზობენ სასმელს და თავაზობენ მუსიკას country მუსიკას და საბოლოო ყველაზე ღირებული ეს არის უკვე ხარებზე და ძროხებზე თავისი ელემენტები და ალბათ ამას დავესწრებით. წავიდეთ აქეთ რა ხდება. ეს უკვე ალბათ მანქანასთან უნდა გააჩერო, როგორ გააჩერო. კიდე კაი ტაქსი წამოვედი და არ წამოვედი ჩემი ტრაილერით. სანამ გამიჩერებინა აქ მე ახლა მანქანა. ასე თუ ისე დავიწყოთ უშუღრეხურად. სიარული. დრო გვაქვს 2 საათი, 2 საათამდე მე მოვართ ამ დარბაზში და დავესწრებით იმ ხარების ბრძოლას, ასე თქვია. საკმაოდ სასიამოვნო სიტუაციაა. უბრალოდ ეს არის რომ მარტო დავდივარ, მაგრამ წინა ვიდეოში თქვი მარტო არ ვარ თქვენთან ერთად ვარ მეგობრებო, მაგრამ მაინც შტაბიჭილებები ვერძო რო გიყენიამ ახლობელი და მეგობარი იმასთან ერთად შტაბიჭილებებს რო იღებ, უფრო სხვა. თავისთავად არის სუვენირების მაღაზიები, აქ ეს სუფთელი დამჭრიებულია სუვენირის მაღაზიები. აქეთ ცოტა ჭმა წამოვიდა და ეთქმა მე ამას ამ ზონტიკებს გაშლიან ღია კაფეებისთვის. Livestock exchange, Fort Worth livestock exchange. მუსიკა მაინც თავისა შევა, იქ რა ხდება, ბავშვები საკითხავს. როგორც ხვდები, ეს ცენტრალური ქუჩაა, იქიდან ხო შემოვედი და ასე მოდიხარ და პარალელურად ქუჩები უერთდება. მაგას კინიგზაც არის, კინიგზის სადგური, ალბათ ძველი მატარებელიც ეყოლებათ. თავისთავად ხო იცით კინოებში როგორ ნანახი და ფილმებში. ერთ სიტყვით ამ ქალაქი და ამ მუზეუმით უნდათ შეინახონ ის ამერიკული სული, დასავლეთის ველური ამერიკული სული, რითაც საუკუნეები ეს ხალხი ამით ცხოვრობდა და მაგერ ძველი სახლებიც აგერ ადგას, აგერ ძველი მატარებელიც და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით შეუდგეთ შეძლებით და
ვარად. Stop station. ალბათ ყველგან ეს ძველი მატარებელია, მე-19 საუკუნის ვაგონჩიკი, მაგრამ შეშლით რაღაცა არ უშვებენ. სილამაზისთვის არის? მეგობრებო, ჩემი გოდიალი ხო არ მოგეჩვენება ცოტა ისეთ, მაგრამ რაც არის ეგ არის. მოდი აგენ. მოდი, იცი რა გავაკეთოთ? ხუჩიდან ხო წამოვა. ესე იგი, აქედან რაც მარცხნივ იქნება, ეს დავათვალიეროთ, მერე წრე დავატყა, მერე ასე წავიდეთ უკან და ასე თუ ისე შევიცნობთ ამერიკულ სურს. აი, როგორი კავბოია გადმოვიდა. სპეციალური ფორმაცია რა. ასახელე აქვს. აი, გავუძებ, მოდი. აქედან დავიწყოთ მარცხენა მხრიდან. თითქოს ყველაფერი ხეშია. ეს ალბათ ადრე როგორც იყენებდნენ. აქაც ცალკე ის არის სინ ოვერლო, აქ რა ხდება? აქაც ბილეთი უნდა აიღო, მოდი გავიდეთ აქ აუცილებლად. Scenic overlook. ესე იგი კიდველები რომ მოდიოთ, ძროხები რომ მოყავდათ. მე და გამოყავდათ აქ მოედანზე, ალბათ. და არჩევას ესე იგი. ასეთი უჯრედებით არის. რა დანიშნულება ახლა ამას კი ვერ გაიგებ, მაგრამ ისტორიულად რაღაცა მნიშვნელობა ქონდა, ხო? ალბათ ძროხა შემოვიდოდა ასე და აქედან ვაჭრები ან ვისაც უნდა ყიდვა შეხედავდნენ როგორი ძროხაა. მეგობრებო, ძროხა რო შემომთავაზონ, ვიყიდო? აჯერა შეუთავაზებიათ, მაგრამ აგერ ცხენები კი არის, ნახეთ. თავისთავად ძროხებთან და ალბათ ცხენებსაც ყიდიდნენ. რა კაი ცხენებია. იგძენით, ეხლა ძირითადი ბიზნესი იყო ძროხები, ცხენები, განსაკუთრებით ტეხასში. კაცობრიობამ ეხლა ცხენებს უკვე იმხელა მნიშვნელობას აღარ ანიჭებდნენ, ცხენები მანქანებმა შეცვალეს, მაგრამ მაინც ის სული ტრიალეს. ეს ცხენები ეხლა ალბათ ამზადებენ რაღაცა ღონისძიებისთვის ან რაღაცა, მაგრამ ფაქტია რომ აღმოჩნდა ხა ცხენი ხო ამდენი საუკუნე ემსახურებოდა ადამიანს. თავისებური ენა უნდა ქროცოდნო და ამათან ურთიერთობა უნდა იცოდე. ხელი დავადოთ რა, ცხენო. ჩემთან სოფრისი კი ჩემი დედაშვილებთან ერთად, ჩემ გიასთან ერთად ვირები გვიყვარდა ხოლმე და ჩემ უფროს დედაშვილი ცხენები. მაინც ეს სხვანაირი ინტელიგენტი ცხოველია. რაღაც დაწყენი ხარ. მეც კაი კითხვა დავსვე, ხა ნაწყენი რა, ვიცნობს თუ ვიცნობ. ხათ ისეთი არა მაქვს დასმული კითხვა, იმიტომ რომ უყურე რა ხდება, ხო? თუ თქვენ მოგინდათ ცხენზე შეენობა, აი აქ იყიდე ბილეთს იყიდე და ცხენს წაიყვან და ცხენით დაიწყებ შეენობას. ეხლა მაგის დრო კარგი კი იყო, მაგრამ ხო, გასაგებია, ესე იგი თუ თქვენ ცხენთან ერთად მოგინდათ შეენობა, იქ რაღაც ბილეთს იხდი, რაღაც კი არ ვიცი, აირჩე რომელიმე ცხენს, ყველა ცხენს უნაგირი აქვს ზემოდან და ამ ცხენით გაისეინებთ. ვიმე. შევაშინე. ამ ცხენით გაისეინე. აგიდა გას. აღარ არ მოგეწონე? საწყალო. მოდი. რაკეტილი სახე აქვს თამათრე რომ დაფიქდე რა. თეთრო ცხენი, თეთრი რაში. საწყალი. საწყალია რა კაცო, რაც ცხენი ხარ. ნახე რაკეტილი თვალები აქვს. ეხა ავდგე და გიქირავო და ვიკატავო შენზე? არა, ასე გაწუხე.
ესე იგი, ამ ცხენს აიყვან და მერე მიდიან უკვე იქით დასეინობენ, აი. უკვე ესე იგი, ვიღაცამ იქირავა ცხენი და უკვე იქ დასეინობენ ამ წერამ თქვის სიტყვა კატაობა. დასეინობა ჯობია. მივიდეთ იქით როგორ შეინობენ. ეს რა არის რკინიგზა, ამათარებით რა ხდება. აი გამოვედით და აქ რა ხდება? უკვე აქედან უყურებენ. აქაც ბილეთი უნდა აიღო. და ნახეთ უკვე კოუბოის, ანუ მწყემსი ბიჭების ხელოვნებას გვაჩვენებენ ხოლმე რა. აი, სული. ეს ჩვენ გახსოვთ ასეთი ძროხა ყავს, ნანახი ამხელა რქები აქვს. და ალბათ რას აკეთებენ, არ ვიცი. ალბათ აჩვენებენ როგორ იჭერენ და ასე შემდეგ. დაატარებენ აქეთ-იქით. მაგრამ ამხელა რქები აქვს რა, რაღაც ჯიშის არის. დაატარებენ ზემოთკენ, როგორც ხვდები. ალბათ შეიძლება ცხენით მოიქირავებ, მერე შეგიყვანე და შენ შეგიძლია ლასო ესროლო თუ არ ვიცი რაღაც ამის მაგვარია. რაღაც წრეებს ატყმევინებენ და ვნახოთ თუ რაღაცა საინტერესო იქნება მოვარ და დავაფიქსირებ. რამდენი ხანი უნდა ატარონ ესენი? ისე აი ცხენზე სიარული წელისთვის კარგია თუ ცუდია ნეტარი რა. ამხელა რქები აქვს რა. ნუ ერთ სიტყვი წრეებს ატყმევინებენ, დანარჩენი ვნახოთ ახლა სხვაგან რა ხდება. ხო, აგერ ყოფილა მე რაც ავთქვი, ხო, ესე იგი რომელიც როხასაც აირჩევ, ის უნდა ატარო რა. ჯერ არ არის, ეს არის 11-4 საათამდე. ესეც უკვე ადამიანის არჩევაზე. აი, ამათ მატარონ, ჩვენ კიდევ ნახოთ სხვა რაღაცა. უი, აგერ პონები წყოლიათ, პონის ხელი. პირველად რომ ნახე, მახსოვს 10-12 წლის ტელევიზორში აჩვენეს და ისე მიხარო და პონჩიკ. პატარა ცხენი მარტოა. პონი. რაღაც გაკეთებინებენ. მარტო ხარ? წავიდეთ, ნახოთ იქიდან. ჯერ როგორ არის, ხო იცით? პირველად რომ მიდიხარ, არ იცი რა ხდება. აი მეორე ჯერ რომ მოხვალ, უკვე იცი ხოლმე და ეხლა მე საიდან ვიძახი, ჩემი ტურისტული ბიზნესიდან გამომდინარე ვიძახი. პირველად რომ რაღაცას აკეთებ, ძნელია, მაგრამ უკვე რო იცი რომ იქ რა როგორ მე უკვე ორგანიზებულად და წესრიგით მიყავს თუნდაც ტურისტები და თუნდაც სტუმარი. ეხლა აქ ჩემი თავის პირველადაც მივიდივარ, ჩემი თავი უნდა მოვიყვანო წესრიგში, რომ ბევრი რაღაცა ვნახოთ. მეორე მომენტია ეხლა მე მარტო არა ვარ, თქვენ ხომ მომდევთ, ჩემო მეგობრებო. რა პატარა დიდი პასუხისმგებლობაც არის, რომ კარგად გამოგვივიდეს ეს ყველაფერი. აქ ვიყავით. აი ხა როგორ მახსოვს მე და ჩემი მეუღლე ეგვიპტეში ვიყავით და ჩემი ნინო სულ ისეთია მორიდებული რაღაცა და უცბად არ მოინდომა აქლემზე შეინობა. მეთქი ვა ნინო აქლემზე როგორ მახსოვს და ეხა აქ რომ ყავდეს დავითავად უკვე ცხენებზე შეინობასაც უარს არ იტყოდა. აი, ეს დავამთავრეთ ეს მარცხენა მხარე და გადავიდეთ ახლა მარჯვენა მხარეს. მარჯვენა მხარეს რა ხდება?
პეტიტოზუ. ეს პეტიტოზუ რა. პეტიტოზუ. შედი უფასო თუ არ არის ბილეთი პეტიტოზუ. ნუ ეს უკვე თხების და ვა, ბეკეკო. ვაიმე. აგერ რა გაჭამოთ მეთქი არაფერი რო არ მაქვს. ნუ ცხრები და თხები და ნუ მოგესენებათ ეს არის ასე ვთქვათ ტეხასის სული ნუ ცხრები და ასე შემდეგ რაღაც ცხრები ქართველებს სხვათან ურთიერთობა კი ვიცით ქართველებმა და ეს კულტურა ახალია ბეკეკო რა მაგარი თვალები გაქვთ საჭმელი რა მაქვს შენთვის ახლა უბედური თვალები ახ შეხედე რა როგორ ფიქრობთ ბოროტი თვალებია არა პეტიტო ой პატარა პეკეკო კი პატარა პეკეკოები როგორ თვალები გაქვთ ესეთ ხებს ასეთ თვალებია რაღაც უცნაური თვალები აქვთ არა ამდენი ადამიანი მოდის გიყურებს რა აქვს არა მაქვს არაფერი წავალ მე თუ მოვახერხე მოვარ და საჭმელს მოგიტან ეს რა ლამაზია ახი თავისი თეთრი ხაზით ბეკეკო ეს რა ლამაზი შვილი კოლია ეს რა უცნაური თვალები აქვს რაღაცნაირად დედას დაახტა თავზე აგიდა ცხოვრებაში ასე არა ყველა შვილი რო შობლის თავი ვა მე გული გამისკდა შემომჩიმრა თქვი ბე ვი თხა გულ თვალები აქვს თუ რაღაცა ჰორიზონტალურ მყო თლათ აქვს თვალის ჰორიზონტალურ სიძეზე აქვს თვალები ჩვენ თხებსაც ასეთი თვალები აქვს არ მახსოვს სოფლებში ასეთი თვალები აქვს ჩვენ თხებს როგორი თვალებია ხარ რა რაღაცა და ჭრილში აქვს ასე გამოწეული ჰორიზონტალურად ამას აი ამას უკვე აი ესეთი თვალები აქვს ჩვენ თხებს ამას ნორმალური თვალებია და აი მათ რა აქვს ასეთი თვალები რაღაც უცნაური აი რა არის ეს ბეო როგორი თვალები აქვს უკვე ჩვენ მოიფიქრეთ მეგობრებო წავედით გავაგზავნოთ ჩვენი გზა მოვასწროთ ბევრი რაღაცები აქეთ ვიყავით ჩემპიონშიპ 14-15-ია ჩემპიონატი ჩვენ ვერ მოვახერხეთ დღეს 12-ია ეს ქუჩა დავამთავრეთ ეს ცენტრალური ქუჩა აქეთ უკვე ქალაქია გასაგებია მოვტიადეთ და გადავიდეთ მარცხენა მხარეს აბა იქით რა არის რამე არ გამოგჩეს არაფერი სავაჭრო ცენტრებია ჩექმების მაღაზია ეთყობა შიგნით თავაზობენ მაღაზიაში წავედით ახლა გადავიდეთ მარცხენა მხარეს რიგებია სავარაუდოდ ალბათ იქით მაღაზია იქაც არ მომეწონა არავინ არ დადის ეს რა როგორი წყალი ეს ხდება Hard street. ესე იგი წყალი ამოდის მიწიდან. ესე ხო აკაჩავენ ხორცის თოქის ცხენების წყალია. ფულებს აგდებენ აბა რაღაცას ნიშანია. Stock yards, ნუ ეს თავისთავად ეს უკვე სუვენირების მაღაზია სავარაუდოდ. ხო. ჩვენ მაღაზიები არ გვაინტერესებს, წავიდეთ იქით. კაფე რესტორნები, სავარაუდოდ აბა სტეიკები და ასე შემდეგ. ესე ჩვენ არ გვაინტერესებს. და აი აქ არის ძალიან ბევრი
ხო, ეს კაცი ასაკეთებს, ეს რო შევხვდე, ალბათ მუსიკას უკრავს, ალბათ აქეთ რო გამოვათ, ნახავთ ასაკეთებს. ეს რკინიგზაა და რკინიგზის გარშემო კაფე რესტორნები. გასაგებია. ზოგადად პარასკევი და შაბათს არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ტურისტების ნაკადი დიდი. ეხლა ჩვენ კვირაა და იმდენი ხალხი არ არის, მაგრამ ესეც კარგია რა. ძირითადად ეს სუვენირების მაღაზიებია. მაგრამ აგერ გოგოები ვისთანაც ფულის სურათის გადაღება შეგიძლია. აქეთ რა ხდება? ბირქები, ავის რები აღარ არის ირმების. ეს უკვე მონადირეების კუთხეა ალბათ. ესეთი რქები. Do not touch, არ მოკიდო ხილიო. აქეთ ტყავის ისინი. სამხილა ტექნოლოგია ხა ჩვენ პირდაპირ ტანსაცმელს ყიდულობთ, მაგრამ ისტორიაში რო ჩახილ ხო ტყავისგან კეთდება ყველაფერი და ეს ესეთი მომენტებია, ტანსაცმელები ალბათ კავბოების თავისი ტექნოლოგიით. შევიდეთ მაინც, ოხო. ეს ლასოები, ინსტრუმენტები, რითაც ნადირობენ მეთქი, მუშაობენ კავბოები. ამდენი რაღაცაა სასწაული. მაგრამ ეს არის ამერიკა, ველური ამერიკა. რითაც, ისტორიაა ფაქტობრივად ამერიკის ისტორია. ამ მაღაზიებში გამოიხატება ეს სუვენირები, ეს კამრები. 1000 რაღაცაა, გაიგე ხა და ეს დეზები. ჩვენ ზღაპრებში რა ხომ ცხენს რო დაარტყავ ხოლმე ცხენს ფეხზე ხო გაქვს ჩექმაზე მე ამას მიარტყავ და გაიქცევა ცხენ. დეზები. ჩვენ იმაში არ არის კულტურაში. ამას მიადე და ცხენს ამას ფეხს მიარტყავდი ასე უკან და გაიქცეოდა და მრავალ სახეობაა დეზების. სიგარეტები ეს ენოტებს რა. ლუდი და სიგარეტია გარჯობელი. იუმორით საჭიროა რა თქმა უნდა. უიმე ეს ალიგატორი საჩემძოა. Tip off. მე გიურზა წოლია თაგე. აი ეს ყველა საშინელი გველი. გავიდეთ, თორე ძალიან ბევრი რაღაცაა სანახავი და დიდ დროს წაიღებს. აქეთ რა ხდება? გახსოვთ მეგობრებო იმაში რომ ვიყავი ლუიზიანაში. ნიუ-ორლიანში საღამოს ბარების ის რო იყო ყოველ კუთხეში ჯაზის და ბლუზის მელოდია რო ისმოდა. ესე აქაც ახლა მაღაზიების თელი იგია. ახლა რომელ მაღაზიაში ჩვენ შეხვიდე, გაიგე. აი, მოდი რაღაცა ხმები ისმის, დაუბრუნდეთ, რაღაცა მგონი წარმოდგენა დაიწყო. ამაზე უკვე წარმოდგენა შეგვექნა. ეს მაღაზიები თელი წკრივია. და იქიდან რაღაცა ხმა ისმის და რაღაცა ხდება. ყველაფერი უნდა მოვასწოთ, ყველაფერი. არა, ტელეფონი არ დამიჯდეს, მე ახლა მინდა რომ ეს გადავიღო, მე გავჩედე და სადმე დავტენო, რომ უკვე იმ წარმოდგენისთვის მზად ვიყოთ. რაღაცა ხმამაღლა ლაპარაკობს ვიღაცა, მგონი რაღაცა ხდება. ხალხი დამწყებდა გზის პირას.
აბა მოусმინოთ რა ხდება. The world record is slightly over 11 feet. He's in Alabama or Georgia. He's somewhere out there. His name is Ponce Villa. You can look him up. So that's the reason why we ask you to stand up. We also ask that if you are a photographer, yes, every one of you, because you got a cell phone in there, take all of your pictures from behind the road. Please do not step onto the street to get that snapshot. Or that Instagram or the photograph. რაღაცა თავაზობენ და გვეუბნება უბრალოდ არ გადახვიდეთ იქით. And then if you have pets, about pets I've done before in their life, it's an instinct that they have. We have professional cowboys, we call them drovers, who do it, this is what they do for your safety. They bring this cow down so you can ვერ გავიგე რას თავაზობენ, ალბათ გამოჩნდება ცოტა ხანში. We pride ourselves here at the Foreign Stockyards of the walking of the steers, not the running of the bulls. So if you want the running of the bulls, go buy a plane ticket to Pamplona, Spain. You can do that all day long. All right, we got some other business to take care of here real quick. We have Old Gringo Boots, has some seriously cool new boots just for you. Swing by the store at the end of East Exchange and check out our awesome collection. Find the perfect pair to stand out and step out in style. რაღაცას თავაზობენ და ამაშობაში დაამატეს რომ პივეს ნახევარზე მაგარი შოუ ექნება იმედია. If you're thirsty, grab yourself an ice cold beverage at the Pelican Bar on the Exchange lawns. I'm pointing at it. You can see it's right up here, right over there. And I see the Buckaroo Burger is open as well. And I see that Ranch 2.0 is open, so go to Ranch 2.0, get your ranch water. All that stuff is there. სურათები გადაიღეთო რა თავაზობენ. We got our drovers. I already talked about them. ესე ეს კაუბოი მიდის ყველა პიროვნებასთან და თუ სურვილი აქვს დააგებინებს ესე კაუბოებთან სურათების გადაღება. ან ამასობაში რაღაც რეკლამესაც აკეთებს. მე თქვენთან ერთად ვარ მეგობარი რა ხდება ვერ ხვდები. მაგრამ ალბათ გავიგეთ. The walking tour will drop you off there. The walking tour is a paid tour, but it will take you to the free show at the end of the tour. ესე იგი ნომრებს აძლევს რომ მე რამენერად მოიზიდო რომ ცხენეს და მე ისე. Toro the best guy. He's walking around and he's walking around for a reason. We got ultimate bullfighting going on today. ავიდეთ უკვე ხვდები რა ხდება. რეკლამის ამბავშია, ფოტოები გადაიღეთო, მე რაღაცას მოიმოქმედებით. ჩვენ ამასობაში ვისარგებლოთ და გავაგზავნოთ. იმედია, ძირითადი ის რაც მოხდება, არ გამოგვეპარება. აქეთ რა ხდება, ეს ვიღაცა მოდის, ვიღაცა კი არა. From 1866 to as late as 1890. The cowboy era started in 1866, right after the American Civil War ended in 1865. There was a beef shortage. The estimates range about 5 to 6 head of cattle per person in Texas, and they were virtually worthless. They didn't cost very much. You could get one for $4 to $10 a head. However, if you could get them to the closest railheads, which was in Kansas, about 800 miles north of San Antonio, you could get $20 to $40 a head. $1 in 1866 would be the same as $20 a day. That means the same amount would be worth anywhere from $400 to $800. Now, $1 in 1866. იქ თუ რაღაცა მოხდა, არ ამგონია რომ ვერ მოახერხოთ გადაღება. მოვასწრეთ. აქეთ რა ხდება ეს რა არის? Rope ride cars. მე ხვდები Baylor Scott and White All Saints Medical Center. მე ვერ გავიგე რა ხდება. დასასვენებელი ოთახი. თუ ესე იგი რა ხდება მეგობრებო? ესე ახო სიცხეა ხოლმე და ამ ტურისტებს ძალიან ბევრი ადამიანი ხდება ცუდად. და სპეციალურად მოყავთ ახლა რომ ამ სკამებში დასვენდათ სამედიცინო მომსახურება ჩაუტანო რა, ეგ ოთახია, rope in ride. ყველაფერი გათვლილი აქვს ამერიკელებს. ოთახი ვინც სულად გახდება იმათვისაც.
აქეთ რა ხდება კაცო წამოდეთ ახლა მე ვიდეო ძალიან ძელი გამომივიდა არ მინდა რომ ავიგოთ რა ხდება This was their last stop. უყურეთ რა ხდება მეგობრებო ჩვენ უყურეთ იხო უყურებდით რომ კაუბოებს როგორ მიყავთ ეს ძროხები და აი ძროხები უნდა გამოატარონ ამ ცენტრალურ ქუჩაზე რა და ტექნიკაა და მაგათთან ერთად გადაიღეთო სურათები შორიდან დავინახე აი თიდან მოდიან ახლა rugged independence, so ingrained. ჩვენ იქ მივედით ჩვენ თვითონ მაგრამ ახლა ერთ-ერთი მომენტია რომ გაატარებენ ამ ძროხების ჩატარებასაც ხელოვნება უნდა. ანუ კოვბოის ხელოვნება ისე გაატარო ძროხები რომ რაღაც პრობლემა არ შეექმნოს და უბრალოდ ძროხამ დაგიჯეროს. მართლა ხა ცხრებში არის ხოჩი მიყავს ხოლმე და მას მიყვებიან და აქ თავისი ცოდნაოდა რომ არ გადაუხილოს. ხებია აუბედურებ. ესენ ბუღები არიან, ეს არ არის. გამხელები არიან. ხელოვნება, კოვბოიობა, ანუ ძროხების მაყურებელი. ეს ყველაფერი ემსახურება იმას რომ გავიგოთ კოვბოების სული. გებულობთ? გავყვეთ ამათ, გავყვეთ. თან დავათვალიეროთ რომ დათვალება მაღაზიებია. ნუ ასე თუ ისე ხო ერთი ადგილი გნახოთ იქ აი შევიდეთ, ალბათ იქაც ავარავდოთ. მანეზე ახლა მარჯვ შევუხევ და ისე იქ წაიყვანეთ ჩვენ სადაც ვიყავით. აბა გაგიკვირდათ არა რა ხელოვნება უნდა ამაში. ესეც ხელოვნება. წემსობა ადვილი საქმე არ არის. მოდი ახლა გავიაროთ აქა. ეს ადგილი როგორც სიგნალს მაგოლებს, ეთყობა რესტავრაცია გაუკეთეს ლამაზად არის და აქაც თავისთავად ეს რესტორნები და კაფეები და საქმების ობიექტებია. ნუ, კარგით მეგობრებო, ასე თუ ისე ჩვენ ეს ადგილი უკვე ნახეთ. სამწუხაროდ კაფეში არ შევალ, იმიტომ რომ ახლა რა სტეიკი და ისინი თან მარტო არ გინდა. სულ მაგას რო ჩივი რომ მარტო ის ეფექტი არ არის. მაგრამ მაინც ეს ძველი სახლები ეთყობა. შენობები მე-19-18 საუკუნის შენობებია. მაინც ძვერს რო უყურებ ყველაფერი კარგია. ნუ ასე თუ ისე მეგობრებო ეს წარმოდგენა შეგექმნათ. ასე თუ ისე კოვბოების ხელობას ოსტატობას ნახეთ, მაგრამ გაგეცინებათ რა ოსტატობა ის არის ძროხებს რო ჩააყოლებ, მაგრამ უკვე მოხვდებით ახლა სადაც უნდა მივიდეთ. წარმოდგენაზე რომ ეს 2:30-ზე იწყება, აქ უკვე აშკარად კოვბოები და წემსი ბიჭები თავის ხელობას გვაჩვენებენ. კარგი, დავამთავროთ ეს ვიდეო და გადავერთოთ უკვე რო შევალთ შიგნით. ტელეფონსაც დავტენი, რომ უკვე იქ რო შევიდეთ, არ დავიწყო წუწუნი ტელეფონი ბატარეა დაждაო. შევხვდებით შემდეგ მოედანზე, სადაც უნდა ნახოთ კოვბოების ოსტატობა.